ზაფხული დასვენების გართობის და მოგზაურობის სეზონია. წელიწადის დრო, როცა ფორმაში ყოფნა ყველაზე მეტად გვჭირდება და ჭარბიწონის პრობლემაც ყველაზე მეტად გვაღელვებს. სხვადასხვა დიეტებით გატანჯულებს. ზაფხულში მხოლოდ ერთი კითხვა გვაწუხებს. როგორ მივიღოთ მინიმალურ დროში მაქსიმალური შედეგი? როგორ ვისწავლოთ წონის და მადის მართვა? წონის კლების პროცესსა და საზაფხულო დიეტებს თბილისის ყველაზე მოდურ დიეტოლოგთან ნატა გაგუასთან ერთად განვიხილავთ. შუადღემშვიდობისა. ანონსთან მოყოლება შეიტყო, რომ ძალიან აქტუალურ სამეცნიერო თემებზე ვისაუბრებთ. ჩემს გულში ზიხარ გეუბნები, ზუსტად იმ თემებს ასუქებ, რაც მე მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ ამ სეზონზე ჩვენს მაყურებელს. ჩვენ უკვე ტელეპათიურად გვესმის ერთმანეთს და გეუბნებთ რა გვაწუხებს. ხო, პირველი თემა იმის გამო გახდა დღეს აქტუალური, განსაკუთრებით რომ ამ თემაზე რა თქმა უნდა გვისაუბრია, მაგრამ დღეს კიდე სხვა კუთხით ვისაუბრებთ. მაყურებელს დაინტერესა, მე ერთხელ თქვი პირდაპირ თეშნეტა არ მეთქვა, რომ მე თვეში მოვიკელე 22 კილო ძალიან ცუდი დიეტით. ყველი დიეტა იყო ძალიან ცუდი, არ იყო ჯამრთელი, იყო ზაფხულის პერიოდში. და დღეს კიდევ სანამ შემოვიდოდით ეთერში, მანამ ვისაუბრეთ, რომ ესეთი მსგავს დიეტები არ ვარგა. ამიტომ თუ როგორ უნდა ვიკვებოთ ზაფხულზე, რომ მივახციოთ შედეგი, რამდენად სასურველია სწრაფად გახდომა ამ ყველაფერზე, ვისაუბრეთ ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარი გახლავთ ქალბატონი ნატა გაგუა, ნუტრიციოლოგი. გამარჯობათ. შუადღემშვიდობისა. ზაფხულის პერიოდია, როდესაც ვცდილობთ, რომ ყველა გამოვიყურებოდეთ მომხიბვლად, ლამაზად, მით უმეტეს საცურაო კოსტიუმები უნდა მოვერგოთ, შესაბამისად ნაკლი არ გვჭირდება. მაგრამ ხშირ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ, ვაგვიანებთ ხოლმე და ძალიან გვიან ვიწყებთ უკვე ჩვენი სხეულის ფორმებზე ზრუნვას და მივმართავთ, როგორც ალექსმა თქვა, ძალიან მოკლეხნიან მკვლელ დიეტებს. ბუნებრივია ეს არ არის გამართლებული, მაგრამ თუ არსებობს ესეთი საზაფხულო დიეტა, იმისთვის რომ მოვემზადოთ უკვე აი ამ არაჩვეულებრივი სეზონისთვის. და არ დაგჭირდეს რაღაცა დეტალების დამალვა. სეზონური დიეტა ყველა სეზონს აქვს თავისი რაღაც კვების განსაკუთრებული პრინციპები, თუმცა რადიკალური ცვლილებები არ არის. უბრალოდ ზაფხული არის ის დრო, როდესაც ჩემი აზრით და ჩემი კოლეგების აზრით ძალიან კარგია დაიწყო ჯანსაღი კვება, რაღაც мотиваციებიც უფრო გაიღმავო, იმიტომ რომ ზაფხულში თითქმის ყველას გვაქვს შვებულება. ეს ის დროა, როდესაც მეტნაკლებად ჩვენ თავს ვეკუთვნით და აქ შეიძლება პირველი რაც ყველაზე უფრო კარგი იქნება გაიაზროს ადამიანმა, რაში ჭირდება საერთოდ წონაში დაკლება, ჯანსაღი კვება. არის ეს მართლა აგვისტოში საცურაო კოსტიუმში ვიღაცას თავი მოაწონო თუ გაინტერესებს კიდევ რა შეიძლება ამით გამოსწორდეს. ანუ მოტივირებული ადამიანი, როდესაც მიდის უკვე ექიმთან, ექიმსაც უმარტივდება ასეთ ადამიანთან მუშაობა და ადამიანის მზად არის, ანუ პაციენტიც მზად არის ინფორმაცია მიიღოს ადეკვატურად. ანუ როდესაც გაცნობიერებულია გადაწყვეტილება, რატომ და თქვენ ახსენეთ ძალიან საინტერესო თემა ეს мотиваცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ რამდენად სწორი არის ხოლმე ეს мотиваციები? აი ჩვენ თქვით კიდეც რამდენიმე სიტყვით აღვნიშნეთ, რომ ეს რის გამო არის? რა არის მიზანი ამისთვის? აი შენ გაცნობიერებული გქონდა, როდესაც დაიწყეს მე რამდენადაც ვარ ექიმი, რომ დავიწყე ეს ცუდი დიეტა, ოღონდ ზედმეტი მომივიდა შეიძლება. მაქსიმალისტურად ესეთ მივდექი ამ ამბავს, რაც იყო ძალიან ცუდი ნამდვილად. მე თავისი ჯანმრთელობის პრობლემები მოიტანა ცალკე. იყო მქონდა ესეთი мотиваცია შევქმენი საკუთარ თავს, იმიტომ რომ ვერ ვაიძულებდი გახდომას. რომ ჩემს ოჯახში რამდენიმე ჩემი ოჯახის წევრი გარდაიცვალა გულწრაფთა დაავადებებით, ან სიცარღვოვანი დაავადებებით, ჰქონდათ ჭარბი წონა და ამის გამო მეც რომ ეს არ დამემართოს ვთქო, ესე საკუთარ თავს შავაგონე, ამის გამო გადაწყვიტე ესეთი ცილოვანი დიეტის მიღება. რომელიც შედგებოდა ძალიან კარგი და ესეთი. ფაქტობრივად მარტო ცილოვანი პროდუქტებისგან ის იყო ხორცი, უფრო მეტი და ძალიან ცოტა ყველი. რომ ესეც ხმები. ესეთ რა თქვენ კოლეგა ხართ და შეგახსენებთ ალბათ იცით, მაგრამ შეგახსენებთ. აი ძალიან კარგია თვითონ мотиваცია, რისთვისაც ეს ჯანმრთელობის პრობლემები იყო ოჯახში, მაგრამ საერთოდ, როდესაც გულსისხლთა დაავადებები ჭარბობს, ანუ გენეტიკური განწყობა არის ასეთი, ცილოვანი დიეტა არ უნდა დაიწყოთ თუ არ ჩააბარებთ ბიოქიმიას, იმიტომ შეიძლება ქოლესტერინის სისხლში მაღალია და აქედან გამომდინარე ცილოვანი დიეტა ანალიზი. ეს ანალიზი გავაკეთე სპეცინასთან, ასევე ლიპიდური ცვლა შეავუწყო საკუთარ სისხლში, რომელიც აბსოლუტურად ნორმაში იყო, ანუ ეს არ იყო
ჩემ ჭარბწონასთან დაკავშირებული ამბავი, რა თქმა უნდა, სპეციალური გამოკვლევები, რომელიც არის, მე მგონი, რასაც ახლა აკეთებენ, მას შეიძლება არ იყო 2008 წელი იყო უბრალოდ საქართველოში. იყო ეს რაღაც უჯრედების შემოწმება. კუჩხეშაჯირკვლისაც იყო რატო? ყოველ შემთხვევაში მთავარი რჩევა ის არის, რომ თუ გადავწყვეტ კონკრეტული დიეტა დავიცვათ, აუცილებლად უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობა ანალიზის საფუძველზე. ოღონდ ეს ექიმამდე შეარჩიოს ჩემს ერთფეროვანი დიეტა საერთოდ, ანუ ნახშირწყლებით დატვირთული ან ცილოვანი დიეტა ყველას ურჩევა, არა აქვს ასაკს მნიშვნელობა, რაც უფრო მეტი ასაკი, მით უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდონ ამას. უბრალოდ შეიძლება ნუტრიციოლოგთანაც მიუსვალოთ, ოჯახის ექიმს თხოვონ, გამოკვლევები დაინიშნონ და იქ დააკვირდნენ რა არ არის ნორმაში და იქიდან გამომდინარე უკვე ექიმი შეურჩევს განსაკუთრებას. საერთოდ ნუტრიციოლოგთან მისვლა მე მინდა ამას ხაზს გავუსვა, აუცილებელია ადამიანმა გაითავისოს ერთი რაღაცა, რომ ექიმთან როდესაც მიდიხარ ასე ვიწრო სპეციალისტთან, ხო? ერთი მიზნით უნდა წახვიდე, უნდა ისწავლო კვების და მადის მართვა. სხვა 10 კილოს დაიკლებთ თვეში თუ 8 კილოს თუ 2 კილოს არის მეორე ხარისხოვანი. თუ თქვენ უკვე ფლობთ ამ ორ რაღაცას, ჩათვალეთ, რომ ეს იცით და შემდეგ გამოიყენებთ ამ ცოდნას ან არ გამოიყენებთ, მაგრამ ნუტრიციოლოგთან მისვლა რომ მხოლოდ ახლა მე აგვისტოში მინდა რაღაც კარგად გამოვიყურებოდა და აქ 1 სანტიმეტრი რეალურიც არის, ხო? ეს მყავს ესეთ პაციენტები და ჩვენი იუმორით ვაკიდებით ამას და მე თვითონაც ეღიმება ასეთ რაღაცებზე, მაგრამ მაინც არასერიოზულად მიმაჩნია, იმიტომ რომ როგორც კი უბრუნდება თავის ჩვეულ რეჟიმს, კვების რეჟიმს, არა მარტო კვების რეჟიმს, ანუ ამაში მოიაზრება ძილის რეჟიმიც, წყლის მიღების რეჟიმიც, ფიზიკური აქტივობაც. ანუ ეს კომპლექსურად უდგებიან პაციენტები, რომლებიც ინარჩუნებს წონას, ყველას აქვს რაღაც თავისი ოქროს წესები. და ძალიან საინტერესოა ჩვენ ზაფხულის პერიოდი ვახსენეთ ნატო და ზაფხულზე თითქოს ბევრი ჯანსაღი პროდუქტია თან ბუნებაში ვახსენეთ კიდეც რომ ჯანსაღკვებას უნდა მიმართოთ და არა დიეტას სინამდვილეში. ანუ არის ხილი, არის ბევრი ბოსტნეული. დიეტაც ხომ გაგიგია, როდესაც მთელი დღის განმავლობაში ადამიანი მხოლოდ ხილს მიირთმევს სხვადასხვა ადამიანების კატეგორია ფრუტან რიანელებს ეძახიან საკუთარ თავს თუ სწორად არ ვიცი ვერ დავდებ ტერმინზე თავს სწორად თუმცა მაგრამ მე მანდაც პრობლემაა იმიტომ რომ როდესაც დიდი რაოდენობით ხელს მიიღებ მაშინ შაქრის დონე უნდა შეიმოწმო ორგანიზმში არა ინსულინი შაქარი გლიკოზირებული ჰემოგლობინი რომელიც ამ თვის განმავლობაში გვიჩვენებს როგორ არის ჩვენი შაქრის შემცველობა სისხლში მაგრამ გარდა ამისა იცით რა სისტემები ბევრი არსებობს ბევრი არის ჯანსაღი სისტემა მაგრამ ადამიანი ძალიან საინტერესოა რა უყვარს მას ანუ სხეულს როცა უცმენს ის ყოველთვის კანახობს რა პროდუქტები უფრო მისთვის აი მაგალითად ხშირად მსმენია რომ ნახშირწყალი უფრო მანაყლებს ვიდრე ცილოვანი საკვები ბავშვობიდან მიყვარს რაღაც ეს პროდუქტები. ანუ ამის იგნორირებაც არ შეიძლება. ექიმი ამასაც აქცევს ყურადღებას. გემოვნებაც უნდა გავთვალისწინოთ ადამიანს. ხშირია რომ წიწიბურა უყვართ, წითელი ხორცი უყვართ და მე ირკვევა რომ რკინა-დეფიციტური ანემია ქონდა ისეთი ფორმა, რომელიც ვერ დაფიქსირდა. ან მაგალითად ძალიან უყვართ ვაშლი კილოგრამობით და მე ირკვევა რომ რკინა ქონდათ ნაკლები სისხლში. ანუ ბავშვი განსაკუთრებით ბავშვია, გრძნობი არის ასეთ რაღაცა ხშირად ისეთი რაღაცები უყვარს, რითიც ივსებს ორგანიზმს მიკროელემენტებით, ვიტამინებით და ამის იგნორირება არ არის. ეს რო ჩვენს ორგანიზმს გენეტიკური მეხსიერება აქვს და დაახლოებით იცის რა პროდუქტში რა შედის. ხო, მეხსიერება და ქვეცნობიერი კანახობს რა თქმა უნდა. რა აკლია ორგანიზმს. ერთი რამ მინდა ვკითხო ქალბატონ ნატას აუცილებლად, იმიტომ რომ თუ დავშვათ ჩვენ გვინდა ერთჯერადი ეფექტი და ვიკლებთ წონას, ეს არ არის სწორი მიდგომა. ზოგადად აი აქ ხო ფსიქოლოგიური მომენტებიც ძალიან აქტიურად არის ჩართული, როდესაც ადამიანი წამყვანი. ამიტომ აი თქვენი დაკვირვებით ბევრი პაციენტი ყოლიათ და შედეგების გათვალისწინებით. აი რა არის ის გარდამტეხი ვადა? დავშვათ წელიწადი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა ამ რეჟიმით იცხოვროს, რომ შემდეგ ეს უკვე მისი ცხოვრების წესი და ანუ ჩვევა გახდეს და აღარ ეჭიდაოს საკუთარ თავს. ყველაზე უფრო რთულია პირველი 3 კვირა. როდესაც რადიკალურად იცვლის თავის რაციონს, 3 კვირა უჭირთ. შემდეგ უკვე ეგ ყველაზე რთული პერიოდი გადალახულია და ვერ დავიჯერებ, რომ 2-3 თვე გავიდეს ადამიანი ყველაფერს იცავს და მე
თუ თავისი ნებით არ არღვევს, რომ იმდენად უჭირს, რომ ვერ შეძლო. გარდა წონის კლებისა, ბევრი ისეთი დადებითი ემოციები მოდის, გაორმაგებული ენერგია, ანუ რასაც ვეძახით აი ქრონიკულ დაღლილობას, ხო? აბსოლუტურად მოიცნება ძილი უფრო უმცირდებათ და უფრო მეტი ენერგიით თვით ემოციები ჭარბობს მაშინ იმდენი დადებითი რომ ბევრი მეუბნება რომ უკვე ვერ შევცლი იმდენად მომწონს ეს მდგომარეობა გარდა ადამიანი ამისთვის უნდა იყოს განწყობილი რომ უნდა მიხვდეს რომ ეს არ არის ორსამთვიანი პერიოდი ჯანსაღლება ეს არის მთელი ცხოვრების განმავლობაში და ესეთი ამის შექმნა შენი დიეტის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემების შეგექმნა ასევე აღნიშნე რომ მოიმატე ხო ესე ძალიან დიდი პრობლემაა როდესაც მცირეხნიანი დიეტის შემდეგ შენ ამ წონის შენარჩუნება. მე მინახავს ჩემი რამდენიმე მეგობარი, რომელმაც მოიმატა ორჯერ მეტი ვიდრე მოიკლო, მაგრამ მე ამდენი არ მომიმატია. არასოდეს, იმიტომ რომ ყოველთვის ვაკონტროლებ ხოლმე სადამდე შემიძლია გავუშვე საკუთარი თავი. ანუ ქალბატონი ნატა, როდესაც თქვა ვიცავთ რაღაცა მოკლეხნიან დიეტას, თუნდაც ცილოვან დიეტას, შემდეგ ბუნებრივია ჩვენი კვების რეჟიმი არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც ადრე იყო, ხო? ხო, აუცილებლად უნდა შემოიტანონ რაღაც ჯანმრთელი კვების ელემენტები მაინც. ხვანაირად განწირულია ეს ცილოვანიც და ნახშირწყლოვანიც. თუ ადამიანი მიდრეკილია ჭარბი წონისკენ, ამ მიდრეკილების შეცვლა არ შეიძლება, ეს არის ბუნება. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს დაავადებაა. არის მიდრეკილი, ვიღაცას თვალები აქვს სუსტი, ვიღაცას ხერხემალი, ვიღაცა კიდე მიდრეკილია ჭარბი წონისკენ და როდესაც ამჩნევს უკვე დასული, რომ მიდრეკილია ჭარბი წონისკენ უკეთესია რომ რაღაც გაიაზროს და მისი რეჟიმიდან გამომდინარე ექიმთან ერთად მონახოს ოპტიმალური თავისი ცხოვრების სტილი თუნდაც არა მარტო კვების სტილი, არამედ ცხოვრების სტილიც. ჯანსაღი კვება რაც შეეხება ხშირად მოუწერიათ ჩემთვის სოციალურ ქსელში რომ აი თქვენ ჯანსაღ კვებაზე ვსაუბრობთ. სად არის ეს ჯანსაღი პროდუქტები? კი, ამაზე ჩვენ სტუდიაში ხშირად ვისაუბრებთ. აი პირადად ჩემი გამოცდილებიდან როგორც ჩვეულებრივი რიგითი მომხმარებელი. თუ ძალიან გვინდა ვპოულობთ ჯანსაღ პროდუქტებს საქართველოში. გვაქვს ამის ფუფუნება, მაგრამ შეიძლება ისე მოამზადო ეს პროდუქტი, ხილი თუ ბოსნეული, რომ საერთოდ დაუკარგო ის დადებითი თვისებები. და შეიძლება კალორიული პროდუქტი აიღო და ისე მოამზადო, რომ დანაყდე კიდევაც და არ მოიმატო. ანუ კალორიები მარტო არაფერს არ ნიშნავს. აი უბრალოდ რომ ავიღოთ და მაგალითად ყველი თურმე არ შეიძლება. ყველი შეიძლება გააჩნია როდის, რამდენი და რასთან ერთად. მაგრამ ეხლა წამოვიდა ესეთი ტენდენცია, რომ ბევრი უკვე გადავიდა ცხოველური საკვები ამოიღენ. თუ დასული ადამიანი არც ეს არის საშიში. თავარია იქაც ზომიერება და იქაც რაღაც გააზრებულად მოიფიქროს თავისი რაციონი, რომ არ დაკარგოს ცილები, არ დაუარდეს ჰემოგლობინი სისხლში და ყველა ის ნივთიერება და მინერალი მიიღოს რაც ბუნება ამის ფუფუნებას გვაძლევს ჩვენ ბუნებაში ფაქტიურად ყველა პროდუქტი ყველა აი ნებისმიერ რო ავიღოთ რაღაცით გამორჩეულად კარგია. ბატონო, ჩვენ ვახსენეთ ძალიან ესეთი უში მოხდა ესეთი ტერმინი დასულ ადამიანზე ვლაპარაკობთ ამ შემთხვევაში. მაგრამ ძალიან ესეთი დიეტებისგან მიდრეკილებას უკვე თინეიჯერებიც იღებენ ხოლმე, ზოგჯერ ბავშვებიც მე მსმენია ხოლმე 12 წლის ბავშვისგან, რომელიც არის თავისი იდეებით დიეტის გამომდეს არ ვიცი რის გამოხდება ეს სოციალური გარემოს ბრალია თუ ოჯახის თუ ასე შემდეგ ამას მნიშვნელობა არ აქვს. რა არის აუცილებელი კომპონენტები რომელიც თინეიჯერმა მოზარდმა უნდა მიიღოს იმისთვის რომ არ მოხდეს მისი ორგანიზმის დაზიანება. თინეიჯერი იქიდან გამომდინარე რამდენ ენერგიას ხარჯავს დღეში ანუ სკოლის გარდა თუ არის კიდე სპორტი როდის იძინებს როდის იღვიძებს როგორ სვავს წყალს მშობლებმა ეს იციან მშობლებმა თუ არა ბებია მაინც ან დამხმარე ვინც ბავშვს ზრდის და აქედან გამომდინარე ექიმთან ერთად უნდა გაიაროთ პედიატრთან ერთად ან ენდოკრინოლოგთან ერთად ან ნუტრიციოლოგთან ერთად რატომ უნდა ჯერ ბავშვი ძალიან მე ვიტყოდი სარკია ანუ ან დედას ბაძავს ან დეიდას ვიღაცას ბაძავს აი რატომ უნდა გახდომა არ იცის მაგრამ რომ კარგია ეს იცის და აქედან გამომდინარე ეს ცუდი არ არის რომ ბავშვი უნდა კარგად გამოიყურებოდეს მაგრამ როგორ იქნება მიწოდებული ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ არჩევანი თუ მისია, ეს მაშინ სწორია. თუ მოხვეულია თავზე და მოყავს დედას იძულებით და ბავშვი საერთოდ არ არის მენადი, მაშინ ჯერ ფსიქოლოგიურად უნდა
გამოიყვანონ ბავშვი ამ მდგომარეობიდან, აი რაღაც ისე მიაწოდონ, რომ მას გაუჩნდეს სურვილი. მისი სურვილიც არის ერთი მომენტი ხოლმე. მისი უნდა იყოს არჩევანი. როდესაც საკუთარ ყველაზე ფიქრობ ხოლმე სულ მიყრის რატომ ვიმატებ? იმიტომ როგორც წესი ისეთი პროდუქტები, როგორცაც ეძახიან ჯანკი პროდუქტებს, რომ ქართულად როგორ სტრაფიკების პროდუქტები, ანუ ნახევარ რომელიც ბევრი ცხიმ შეიცავს ამ მრავალჯერად გამოყენებულ ცხიმს თუ რაფინირებულ. კი ბატონო, რაფინირებულ შემწვარ პროდუქტები ამ საერთოდ არ ვიყენებ. უბრალოდ არ ვიყენებ. იმიტომ რომ არ მიყვარს მე თვითონ რა. მაგრამ მაქვს ერთი ძალიან დიდი პრობლემა, ეს არის ტკბილეულის. უარს ვერ ამბობ? არ შემიძლია უბრალოდ, იმიტომ რომ მე ვერ ვაზროვნებ ხოლმე კარგად რა. იცი რა, ალბათ რაღაცა მცირე დოზა ტკბილეულის საჭიროა თუნდაც იმისთვის რომ გონება გამოფხიზლდეს. და საერთოდ თქვენი პროფესიის ხალხიც ძალიან ბევრს შრომობს გონებრივად და არაფერი არ არის გასაკვირველი, რომ გჭირდება ნახშირწყლები. ახლა ექიმი რო ცილოვან დიეტაზე იყოს, მაშინ პაციენტი ძალიან უკმაყოფილო დატოვებს მის კაბინეტს. აქედან გამომდინარე, რომ გთხოვთ ეს კარგია, ესე იგი ორგანიზმი კანნახობ და ეს რო არ გაქვთ გათიშული ეს კავშირი. როში როგორ ვაკონტროლოთ ზომიერებას ვეღარ აქვს. ზომიერება, როდესაც ადამიანი გრძნობს, აი გარკვეულ პროდუქტებზე, შოკოლადზე, ყველზე, რომ ვერ აკონტროლებს, უნდა დააწესოთ თქვენი წესები. ნუ არა აუცილებელი მანდა მაინც მინიმალური დოზები, მაგრამ თუ შოკოლადია ბევრი, ხილი შეგიძლიათ იმ დღეს ცოტაში ამციროთ, თუ ცომი გინდათ იმ დღეს, რადგან ცომში ბევრია ქრომი და სასარგებლოც არის ხანდახან, მაგალითად პური, საერთოდ ამოღება, ასე ცალსახათო პური ცუდია, არ შეიძლება ესე. მაგრამ თეთრი პურიც ასევე დასაშვებია. თეთრი პურიც დასაშვებია, უბრალოდ უსაფუარო პური უფრო ეფექტურია ამ დროს, ვიდრე საფუარით მომზადებული. ანუ რაც შეეხება იმასაც ეძახიან დედას პური, მაგალითად, იქ არის ისეთი საფუარი, რომელიც ძალიან ჯანსაღად ითვლება და არ არის ჩვეულებრივი. გემრიელია და კარგად ანაყრებს. კიდე ერთი მნიშვნელოვანი, რომ ყველა ჯანსაღი პროდუქტი, თუ ის სწორად არის მომზადებული, ანაყრებს კარგად და ადამიანს არ უჩნდება მერე სურვილი სწრაფად კიდე რაც სწრაფი კვების ობიექტებში პირიქით ხდება. პირიქით იწვევს კიდე უფრო აღიზიანებს. ნახევარ საათში უკვე ხშია. კი, ეს არის იმის ნიშანი, რომ პროდუქტი და კერძი მოკლებულია აი მთავარს, რისთვისაც საერთოდ ბუნებაში გვიდეს ეს შიმშილის გრძნობა. ეს კარგი ინსტინქტია, თუ გავარჩევთ, საერთოდ რო არ გვშვიოდეს და რო არ გწყუროდეს, შეიძლება ვერ გავაგრძელოთ არსებობა. მაგრამ გამომდინარე თავარია, რომ ადამიანმა სწორად შეიყვაროს საკუთარ თავი, რა არის ეს? არ უნდა დაენანოს დრო, რომელიც ძალიან ძვირფასია, რომ შეიტანოს აი ჯანსაღი დეტალები თავის ყოველდღიურობაში. ეს ოჯახის წევრებისთვისაც ძალიან კარგია, მათი მომავალი შვილებისთვისაც კარგია და რა ვიცი, საერთოდ კარგია. კი, ნამდვილად. ჩვენ დროს ძალიან სწრაფად გავიდა, ალბათ ძალიან ბევრი კითხვა დავრჩა კიდევ, მაგრამ სხვა დროს ამოუწურავი თემაა, ეს ამოუწურავი, მაგრამ რა თქმა უნდა, სხვა დროს დავუბრუნდებით. სტუმარს ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მოგწონებისთვის. იმედი გვაქვს მაყურებლები გაითვალისწინებენ თქვენს რჩევებს. ჩვენ უნდა შევისვენოთ და რეკლამის შემდეგ არანაკლებ აქტუალური თემით დაგიბრუნდებით, დაგველოდეთ.